ამის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები ლენტეხის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემების აღმოსაფრთხო დღეს დილიდან კი განახდა მძიმე ტექნიკის მუშაობა რამდენიმე სოფელში, სადაც რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო გუშინ სრულად ვერ მოხერხდა შიდა გზების გახსნა. ამ დროს ინფორმაციით გაწმენდილია სოფლების დაახლოებით 90%, რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში არსებული 60 სოფლიდან დენი მხოლოდ 6 სოფელს არ მიეწოდება. შესაბამისი სამსახურები გასულები არიან დაზიანებების ადგილებზე და დღის განმავლობაში სრულად აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება ლენტეხის მუნიციპალიტეტში. სოფელ მოსულმა უხმა ნალექმა თოვლის სახით პრობლემები შექმნა ლენტეხის მუნიციპალიტეტში. ლენტეხის მუნიციპალიტეტი დახვდა მომზადებული დღესდღეობით მუშაობს 8 ერთეული ტექნიკა. ყველა თემში გასულია მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს თვალწვენით სამუშაოები, გზა ყველა სოფელში გამავალია. ცენტრალური გზების დეპარტამენტიც მუშაობს და ცენტრალური გზების გაწმენდილია. არსებული ტექნიკა გვიანობამდე იმუშავებს და ვფიქრობთ, რომ ხვალისთვის უკვე ყველა სოფელი გაწმენდილი გვექნება.